დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. არ გაჩერდება ხალხის მდინარე! არ გაჩერდება ხალხის მდინარე! არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა! არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა! ასე მივიდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი აქციების 68-ე დღემდე. სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის, დაჭერებისა და რეპრესიების მიუხედავად, ევროპული იდეის გარშემო გაერთიანებული მოქალაქეები რუსთაველის გამზირს ყოველდღე კეტავენ. მათი ხმა, მათი მთავარი სათქმელი საქართველოს მთავარ გამზირზე, მთელი მსოფლიოს გასაგონად ისმის. გაცხლი ოლიგარქია! პროტესტის 68 დღის განმავლობაში შავ ფორმაში ჩაცმულმა არაიდენტიფიცირებადმა ნიღბიანებმა ასობით მშვიდობიან დემონსტრაცია იწალეს. რუსეთს ემსახურები თუ საქართველოს? ვიცი, ვიცი რა შედადებდა. მაინტერესებს პასუხი. თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ? ჯანმრთელობის პრობლემის მქონე შვილი დედას ხელიდან გასტაცეს. დაასისხლიანეს მედიის წარმომადგენლები. ამ ფონზე ნიღბიანი კრიმინალები, რომლებიც რატომღაც საკუთარ თავს სამართალ დამცავებს უწოდებენ, თურმე ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებენ და თურმე მადლობაც ეკუთვნით. გავშვით! ნურტყავთ! ნურტყავთ! შედაცილება! დაფალო! მადლობა მინდა გადავუხადო შინაგანსაკუთრებთა მინისტრ თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდა. გამოიძახეთ! გამოიძახეთ სასწრაფო! ბრუტალურ ძალას კი რეჟიმი აი ამ მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. რუსთაველის გამზირზე არ დგანან მოძალადეები, საქართველოს მტრები, როგორადაც ოცნების პროპაგანდა აქციის მონაწილეებს წარმოგვიჩენს. რეალობა ასეთ. ყველამ ვიცით, რისთვის ვიძვით, რას ვაკეთებთ. ყველა ასაკის ადამიანია აქ. ხანდახან მე ჩემი თავი ახალგაზრდა გონია, ისეთი ასაკის ხალხს ვხედავ ჯოხებით გამოსած. ახალგაზრდობაზე უკვე არაფერს აღარ ვაუყ ახალგაზრდას. ამიტომაც უკან დასახელდა ჩვენ არა. შეკრებილი ადამიანები გაცნობით შემიძლია ითქვათ, რომ არიან განათლებული ადამიანები, წარმატებული ადამიანები თავიანთ საქმეში, ძალიან მეგობრები, ერთმანეთს ართულობენ განსაცდელში. მიუხედავად იმისა, რომ მართლა სხვადასხვა პროფესია აქვს, სხვადასხვა მიზნები, ამოცანები, აერთიანებთ ერთი რაღაც, ჩემი აზრით, რომ არ უნდათ, რომ ეს ქვეყანა იქცეს დიქტატურა. ერთადერთი რაც აშორებს ოფიციალურად სრული დიქტატურისგან არის სწორედ ეს ხალხი. ვართ ძალიან პრინციპულები, ვართ უშიშრები და სამართლიანობისთვის გონია, რომ თავს დავწერთ. მე მიყვარს ყველა თქვენი ადამიანი. ჩვენ ვართ აქ ძალიან კარგი ადამიანები, რომლებიც ჩვენი გულიდან, სიყვარულიდან ტვინიდან გამომდინარე ვართ და არავის მითითებებზე არ მოვიქნევთ. დაიბადა ახალი ქართული საზოგადოება, რომელიც იბრძვის შეუპოვრად, რომელიც გაერთიანებულია იდეის გარშემო ერთმანეთის, ავიცი უსაზღრო სიყვარულით და მართლასამაგალითო თანადგომით და რავი, აი ევროპის მასშტაბითაც ასეთი ძლიერი საზოგადოება, მე პირადად არ მინახავს. ირაკლი კობახიძე, რომელიც საკუთარ თავს პრემიერ-მინისტრად გვასაღებს, ჯერ კიდევ 2024 წლის 3 დეკემბერს ამტკიცებდა, რომ 20-იანვრამდე პროტესტი ვერ გასტანდა. ახლა 3 ფებრუარია. ის შეცდა და ალბათ იმიტომ, რომ რუსთაველზე შეკრებილებს უამრავი განსხვავების მიუხედავად და მისგან განსხვავებით სამშობლოსთვის ხელიხელ ჩაკიდებული დგომა ერთიანობა შეუძლიათ. უწყვეტი პროტესტის 2 თვის თავზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილები დაღლას არ გრძნობენ. ამბობენ, რომ იბრძვიან სამშობლოს რუსული კლანჭებისგან გამოსახსნელად და შეკითხვაზე გავიმარჯვებთ, დაბეჯითებით პასუხობენ, რომ
ჩვენ უკვე გამარჯვებული ვართ, იმიტომ რომ არ მართლა. მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ თუ ბევრი ხალხი იქნება და ისინი რადგენია თახტი უფრო ადრე გავიმარჯვებთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ ამის ის დღე, სხვა 2 თვის შემდეგ. არ მჯერა რომ ჩვენ ვერ გამიმარჯვებთ. გამარჯვებამდე მისასვლელი გზა რთულია, პროცესი გრძელი, მანამდე კი ორგანიზატორების უშედეგო ძებნით დაღლილი რეჟიმი ციხეში ათეულობით აქციის მონაწილეს ამყოფებს. მათ შორის არიან 18, 19, 20, 21 წლის ახალგაზრდები, ჟურნალისტები და მსახიობები. ამ ფონზე კი ცინიკური არიცხვი, რომელსაც დავასახელებ, 0. ეს არის იმ პასუხისგებაში მიცემული ეგრეთ წოდებული სამართალდამცავების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს ლამის სასიკვდილოდ იმეტებენ. ხო და ამიტომ არ იქნება